EUTOS საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეცნობა. თბილისში ასამბლეის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი რამდენიმე კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სტუმრებმა ინფორმაცია დღეს ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან მიიღეს. ორდღიანი ვიზიტი ხვალდასრულ შეჯამდება, თუმცა წინასწარ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პოლარიზაციის მაღალი დონეა ხაზგასმული. ხალხისთვის შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად ყველა პოლიტიკური სპექტრის ჩართვაა საჭირო. ასეთია მისიის პირველი გზავნილი. რა იგულისხმება ამ მოწოდებაში, მეტი დეტალი ხვალინდელ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, მანამდე კი შეხვედრების გარშემო არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. ოპოზიციის ნაწილი კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს და ხელისუფლებასთან, რომლის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, დიალოგის ნებისმიერ ფორმატს გამორიცხავს. თავის მხრივ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს მმართველი გუნდი, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო ასამბლეას ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ გააჩნია. პირველი გაჩერება რუსთაველის 8 ნომერი და შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობით დაიწყო. მრავალი თვის თანამშრომლობის შემდეგ ჩვენ გქონდა შეხვედრა ყველა მხარესთან საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში. ჩვენ გქონდა ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან. ჩვენ ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ქვეყნის ყველა გამოწვევის შესახებ. ჩვენ ხვალ გვექნება პრესკონფერენცია და უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ. ასამბლეის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი და ორგანიზაციის კიდევ 2 წევრი. 5-წევრიან დელეგაციასთან დახურულ კარს მიღმა დისკუსიების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, რომ ვიზიტი ქვეყანაში გეგმიურია და ის პარლამენტებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის მაჩვენებელია. მაღალი დონის სტუმრობას კავშირი არ აქვს ერთი თვის წინ EUTOS წევრი 24 ქვეყნის მიერ ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასთან, რომელიც EUTOS სპეციალური მისიის გაგზავნას გულისხმობს იმ ქვეყანაში, რომელშიც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების შეფასებით ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც EUTO-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და გახსოვთ თქვენ მაშინ მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა 2024 წელს საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. დელეგაციას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ასე ვთქვათ ქმედებებთან თუ განვითარებებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციამ ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფით სცადა ძირი გამოითხარა ქართული დემოკრატიისთვის მანდატების გაუქმების გზით. Ქონდა საუბარი მას შემდეგ ყველა საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასე შემდეგ ის რაც ზოგადად დღის წესრიგში დგას ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა წევრის მხრიდან. ცდილობს მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს თავად სიმართლეში და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის ქართული ხალხის წინააღმდეგ, ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა არ მიიღონ უკრიტიკოდ. EUTOS-თვის, როგორც ორგანიზაციისთვის, რომლისთვისაც მთავარია უსაფრთხოების საკითხები, მათთვის ასევე პრიორიტეტულია საქართველო, იმიტომ რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც უკრაინის მიმართ, ასევე საქართველოს მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. სწორედ ამ ჭრილში და ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ვიზიტი, ნებისმიერი სხვა ინსინუაცია, სპეკულაცია არის უსაფუძვლო და უარყოფითი. ხელისუფლება ამბობს, რომ დელეგაციის ვიზიტი დიალოგის აღდგენას ემსახურება. პარლამენტში კიდევ ერთ, ამჯერად ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ცდილობს დიალოგისთვის საჭირო შეხების წერტილები ქვეყნის შიგნით მოასპარეზე პოლიტიკურ სუბიექტებს შორისაც მოძებნოს. მათი ასე ვთქვათ ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენს დაგუდასტურეს, არის პოლიტიკური ასე ვთქვათ დიალოგის გააქტიურება საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს შორის. გასაგებია ისიც, რომ EUTO ამ ფორმატში ვერ მიიღებს რომელიმე მხარის მიმართ რაღაც გამორჩეულ გადაწყვეტილებას, ვერ დააფიქსირებს პოზიციას, მაგრამ როგორც მათ გითხრეს, ამზადებენ სერიოზულ ანგარიშს, რომელიც იქნება
გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი, რაც იმედი მაქვს, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური ვითარების, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებას. EUTOS დელეგაციას პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში მყოფმა ძალებმა პარლამენტს მიღმა სივრცეში ჩანიშნულ შეხვედრაზე უთხრეს, რომ ძველი მოთხოვნები კვლავ აქტუალურია. ქართულ ოცნებასთან განსახილველი თუ ულტიმატუმით სასაუბრო საკითხები ოპოზიციას არ შეუცვლია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქამდე არსებულ მოთხოვნებს დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთი. ბოლო წლებში დაჩქარებულად მიღებული და მათი შეფასებით დემოკრატიის გაუარესების მაჩვენებელი კანონების უკან წაღება დაემატა. მიმოვიხილეთ უკლებრივ ყველა ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც უბრალოდ ბოლომდე სპობს ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ნასახს და აცემენტებს ფაქტობრივ დიქტატურას. ჩვენ მიმოვიხილეთ ადამიანთა უფლებების მდგომარეობა, ის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც თითოეული ქართველის ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ვართ იმ საერთო აზრზე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასე გაგრძელება ნიშნავს საქართველოს ინტერესების გაცამტვერებას. ძალიან კარგად ესმით და ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ პირობებში, სადაც დიქტატორი ივანიშვილი ადამიანებს იჭერს სრულიად უმიზეზოდ ქვეყანაში ყავს უამრავი პოლიტპატიმარი მეტი ერთსულ მოსახლეზე ვიდრე პუტინის რუსეთში, სადაც რეპრესიული კანონების მიღება გრძელდება და არ არსებობს პირობები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, ბუნებრივია ასეთ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს. სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ ქართულ ოცნებასთან რაიმე ტიპის ფორმატი მოლაპარაკების შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია, ვიდრე ეს პრობლემები, რომელიც მათ დაახვავეს პირველ რიგში იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონდა რაღაცა მიიღონ თვითონ სანაცვლოდ, ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიღებულია ქართულ ოცნებას, ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს. ჩვენგან აინტერესებდა კონკრეტულად ჩვენი გამოცდილება, როგორც ინდივიდუალ პოლიტიკოსების, ისე პარტიული თვალსაზრისით ჩვენი გამოცდილება უკანასკნელი წლების, აინტერესებდა ჩვენ რა პრობლემებს ხედავთ და რა შეხედავთ გამოსავალს. საუბარი იყო ასევე EUTOS ეგრეთ მოსკოვის მექანიზმზე, იცით რომ ექსპერტი იყო ჩამოსული ცოტა ხნის წინ, აინტერესებდა თქვენდა თუ არა მასთან შეხვედრა, მივაწყდეთ თუ არა ინფორმაცია. საერთაშორისო პარტნიორებთან სასაუბრო თემატიკა იდენტურია, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და იმ კონფიგურაციისა, რომლითაც ისინი შეხვედრებზე მიიპატიჟეს. ლელო ცალკე, დანარჩენი ოპოზიცია კი იმ საარჩევნო ფორმაციის მიხედვით, როგორი კოალიციებითაც ისინი 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის წინაშე წარდგნენ. დახურულ კარს მიღმა მოусმინეს მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც ამოქმედებული კანონების ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. სავარაუდოდ, დღეს მოსმენილ წუხილებზე ხელისუფლების არგუმენტებს EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მოისმენს. ჩვენ ვსადვართ, რა თქმა უნდა, იმშალოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, ბუნებრივია ყველასთან და გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა EUTOS საპარლამენტო ასამბლეასთან. EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ირაკლი კობახიძის გარდა აუდიენცია ექნება სახალხო დამცველთანაც. დელეგაცია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებიდან საქართველოში 3 დღიან ვიზიტს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.